მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის აგვისტოს ჰოროსკოპს მშვილდოსნებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მე-11 მაღალი არკანი მართლმსაჯულება, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდი გელით წინ, როდესაც მოგიწევთ ობიექტურად ილუზიების და შელამაზების გარეშე სრული სიცხადით შეხედოთ საკუთარ ცხოვრებას და მიმდინარე პროცესებს. ამ პერიოდში მოგეცემათ შანსი საბოლოოდ გაერკვეთ ზოგიერთ ბუნდოვან საკითხში, ასე ვთქვათ, თვალები აგეხილოთ გარკვეულ სიმართლეზე. ჩაწვდეთ მოვლენების არსს და აღმოაჩინოთ ადამიანების რეალური სახეები. ამ მხრივ ეს პერიოდი შესაძლებელია გარკვეულ ცხოვრებისეულ გაკვეთილადაც კი იქცეს თქვენთვის. ამასთანავე აგვისტო იქნება თვე, როდესაც მიიღებთ იმ შედეგებს, რასაც თავადვე ჩაუყარეთ საფუძველი და ასევე ამ პერიოდში ყოველ თქვენს ნაბიჯს, სიტყვას და გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი შედეგი მომავალში. ამიტომ მეტი ყურადღება და წინდახედულება გამოიჩინეთ. შინაგანად გექნებათ გაზრდილი სამართლიანობის მოთხოვნილება, აღარ მოგინდებათ ისეთი პროცესების გაგრძელება, რომლებიც არ იქნება თანხვედრაში თქვენს სურვილებთან, ხედვებთან და ინტერესებთან. ამიტომ ამ პერიოდში აუცილებელია მოიკრიბოთ გამბედაობა, თავისი სახელი დაარქვათ ყველაფერს და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. პრაქტიკულ დონეზე შესაძლებელია მოგიწიოთ დოკუმენტებთან, საბუთებთან ან გარკვეულ შეთანხმებებზე მუშაობა, ასევე ძველი საკითხების მოწესრიგება, აღდგენა ან საბოლოოდ დასრულება. და ეს ბარათი გეუბნებათ, რომ აგვისტოს განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იყოთ გულწრფელები, პირველ რიგში საკუთარ თავთან და რაც უფრო დაკვირვებულად, ობიექტურად და სამართლიანად გაივლით ამ პერიოდს, მით უფრო სწორ და თქვენთვის სასარგებლო ალაპოც შეუქმნით თქვენსავე ცხოვრებას. გახსოვდეთ, თქვენ იმყოფებით გადაფასების და ბალანსის აღდგენის გადამწყვეტ პროცესში, სადაც თქვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამომავლოდ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების სამიანი, ეს ბარათი მიუთითებს იმედგაცრუებაზე, გულის წყვეტაზე, ან ისეთ კონფლიქტზე, რომელიც უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გროვდებოდა და ამ პერიოდში შეუძლებელი გახდება მისი უგულვებელყოფა. გამოვა გარეთ, რასაც მოყვება აქამდე ფარულად არსებული უკმაყოფილებების ამოფრქვევა, ბრალდებები, პრეტენზიები და აქ საუბარი არ არის უბრალოდ ერთჯერად ემოციურ რეაქციაზე. საუბარია თქვენში მომწიფებული გააზრების, მდგომარეობის საბოლოოდ გარკვევის და მნიშვნელოვანი საუბრების სურვილზე. გექნებათ შეგრძნება, რომ აუცილებელია საბოლოოდ გადაწყვეტოთ ზოგიერთი საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს გადაწყვეტილებები საერთოდ არ იყოს მარტივად მისაღები თქვენთვის. მოგინდებათ ბოლომდე ამოთქვათ, სად განაწყენდით, სად შეიკავეთ თავი და არ იყავით საკუთარ თავთან გულწრფელი და როდის, როგორ და რატომ დაირღვა ბალანსი თქვენს ურთიერთობაში. ეს ბარათი გეუბნებათ, რომ ტკივილის გაცნობიერება არის გამოჯამრთელების აუცილებელი ეტაპი. ამიტომ ამ პერიოდში ეცადეთ არ ჩაიხშოთ ემოციები, არ გადადოთ გულწრფელი საუბრები, მაგრამ არ გადადგათ ნაჩქარევი ნაბიჯები ემოციურ ფონზე.
დაუთმეთ ეს პერიოდი გააზრებას, საუბრებს საკუთარ თავთან და პარტნიორთან, გაანალიზეთ ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო, რაციონალური და კეთილგონივრული გადაწყვეტილებები. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია წყვილებისთვის. მონეტების ორიანი, ეს ბარათიც აგრძელებს თემას, იუთითებს ლავირების და ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე და გირჩევთ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, გამოიჩინოთ მოქნილობა და მაქსიმალურად ეცადოთ, რომ შეინარჩუნოთ წონასწორობა. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, კვერთხების დედოფალი, ამ პერიოდში იგრძნობთ შინაგანი ენერგიის მოზღვავებას, მეტ თავდაჯერებულობას, გაიზრდება თქვენი მიმზიდველობა, აღმოჩნდებით გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში და გაიაზრებთ, რომ მზად ხართ დაასრულოთ თქვენი ნებაყოფლობითი თუ იძულებითი იზოლაცია და თავშეკავება, რაც ხელს გიშლიდათ აქამდეც გადაგედგათ სერიოზული ნაბიჯები ახალ ურთიერთობაში შესვლისთვის და პირადი ცხოვრების მოსაწყობად. ან პირიქით, თუ არაერთი ურთიერთობა გაქვთ წამოწყებული, სწორედ ახლა შეძლებთ გააკეთოთ არჩევანი და მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. მე წარმატებას გისურვებთ და ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ აგვისტოში საქმიანი სფერო. მონეტების მეფე, ამ პერიოდში საქმიან სფეროში და ზოგადად თვითრეალიზების კუთხით სერიოზული წარმატებები გელით, იგრძნობთ როგორ იზრდება თქვენი ავტორიტეტი და მოგეცემათ მეტი შესაძლებლობები, რომ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალიზმი, ცოდნა და გამოცდილება, იქნებით მოტივირებულები, პრინციპულები და გაცილებით ადვილად შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. აგვისტოს განმავლობაში ასევე მიიღებთ წინა პერიოდში გაწეული შრომის შედეგებს და არ არის გამორიცხული ეს შედეგი პირდაპირ აისახოს თქვენს ფინანსებზეც. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. თასების მეფე, ამ პერიოდს საკმაოდ მშვიდად და შემოქმედებითად გაივლით, რთულ სიტუაციებშიც კი შეძლებთ ემოციების კონტროლს და შეინარჩუნებთ შინაგან წონასწორობას, გამოავლენთ დიპლომატიის უნარს, საკუთარი საქმის ღრმა ცოდნას, ადვილად შეძლებთ გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობას და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას. იქნებით მზრუნველები, ყურადღებიანები და კეთილგანწყობილები გარშემომყოფების მიმართ, რაც ასევე პოზიტიურად განაწყობს სხვებს თქვენდამი, ამ პერიოდში შესაძლებელია მოგმართონ პროფესიული რჩევებისთვის და თქვენს მაქსიმალურ გულისხმიერებას გამოიჩენთ. ამავდროულად ასეთი დამოკიდებულება თქვენს მიმართ გაგრძნობინებთ თქვენს საჭიროებას, აგიმაღლებთ თვითშეფასებას, თავდაჯერებულობას და სწორედ ასეთი სტაბილური გარემო და შინაგანი სისავსე იქნება თქვენთვის ის საყრდენი, რომელიც დაგეხმარებათ შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში სამომავლო წარმატებებისკენ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების პაჟი, აგვისტოს განმავლობაში მაღალია თქვენი დასაქმების შანსი, მთავარია იაქტიუროთ ამ მიმართულებით და მიყვეთ თქვენი სურვილის ხმას. ამ პერიოდში სავსე იქნებით ენთუზიაზმით და ადვილად შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი, შრომის უნარიანობა, კრეატიული გონება, შემოქმედებითი უნარები და რაც მთავარია ბარათების ასეთი კომბინაცია მეტყველებს, რომ ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ, მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების 7-იანი, თქვენთვის აგვისტოს განმავლობაში აუცილებელია შეჩერდეთ და გააკეთოთ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პაუზა, რომ გაანალიზოთ ერთი მხრივ განვლილი გზა და მეორე მხრივ სამომავლო პერსპექტივები.
გადახედეთ, რამდენად სწორად გაქვთ დაგეგმილი საკუთარი საქმის განვითარების ეტაპები და რამდენად ზუსტად მიუყვებით დასახულ გეგმას. ასევე დაფიქრდით იმაზეც, რომ მიღებული გამოცდილებების გათვალისწინებით ხომ არ საჭიროებს თქვენი არსებული გეგმა გარკვეული კორექტივების შეტანას. ან იქნებ ახალი ტექნოლოგიების შესწავლა საჭირო და მათი საკუთარ საქმიანობაში დანერგვა. ყურადღება მიაქციეთ და დააკვირდით კოლეგების საქმიანობასაც და გაიზიარეთ მათი გამოცდილებაც, საჭიროების შემთხვევაში ითხოვეთ დახმარება, მიიღეთ კონსულტაციები ან მოიზიდეთ ინვესტიციები. ამბარათის ენერგია მოიაზრებს, რომ თქვენი საქმიანობა სასურველზე ნელა ვითარდება და საჭიროებს ერთი მხრივ თქვენგან მოთმინებას, მეორე მხრივ კი სიახლეებს, რომლისთვისაც როგორც ხედავ, შინაგანად უკვე მზად იქნებით აგვისტოს განმავლობაში. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს, კვერთხების 4-იანი, აგვისტო მატერიალური თვალსაზრისით სტაბილურობას გპირდებათ, საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლებთ საჭირო ფინანსების მობილიზებასაც და გექნებათ შესაძლებლობა თამამად გაწიოთ სოლიდური ხარჯებიც, მათ შორის ასეთი ხარჯი შესაძლებელია ეხებოდეს ოჯახის წევრების დაბადების დღეებს, ქორწილს, სხვადასხვა ცერემონიებს, ზოგადად მშვენიერი პერიოდი გექნებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, საოჯახო შენაძენებისთვის, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, მოკლე და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის და საჭიროების შემთხვევაში საბანკო კრედიტის ასაღებადაც. ნახოთ, რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების 8-იანი, ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, პირიქით, მაშინაც კი თუ გარკვეული კომფორტის ზონაში იმყოფებით და საკმაოდ ბედნიერად გრძნობთ თავს თქვენს მიკროსამყაროში, მაინც იარეთ წინ. იგრძენით ცვლილებების, სიახლეების და განვითარების აუცილებლობა. ინტერესით და პოზიტიური განწყობით შეეგებეთ მომავალს, მიეცით თავს მეტი თავისუფლება, გამოავლინეთ მეტი ცნობის მოყარეობა, არ შეგეშინდეთ მრავალფეროვნების, პირიქით, გულმოდგინედ შეისწავლეთ ყველაფერი, განსაკუთრებით ის საკითხები, რომლებიც გრძნობთ, რომ არ ცოდნის გამო გაშინებთ. შესაძლებელია სწორედ იქ იყოს თქვენი წარმატების გასაღები. ასეთი იყო 2026 წლის აგვისტოს ტაროსკოპი მშვილდოსნებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ, ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.